თინათ იმ ბოლოკაძე კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი გვერდება სტუდიაში. გამარჯობა, მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან. დავიწყოთ საუბარი ამ პლატფორმით, რომლის პრეზენტაციაც გუშინ გამართეთ. თუ გაქვთ უკვე ცნობები, რამდენმა ადამიანმა ასე ვთქვათ, გამოხატა სურვილი რომ მიიღოს ამ პლატფორმის აქტივობებში, წინააღმდეგობის მოძრაობაში მონაწილეობა და ასევე კონკრეტულად ქმედებების დონეზე რას გააკეთებენ ეს ადამიანები, რომლებიც დააფიქსირებენ, რომ დიახ, მზად ვარ მივიღო მონაწილეობა რეჟიმის წინააღმდეგ მოქმედებებში. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებლებს, მივესალმებით ყველა პოლიტპატიმარს. დიახ, გუშინ ჩვენ დავაანონსეთ ამ საიტის პრეზენტაცია წარვადგინეთ. ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ადამიანები, რომლებიც უკვე ერთი წელია, მალე უკვე ერთი წელი გახდება, რაც ამ პროტესტში უწყვეტ პროტესტში არიან საზოგადოება, ერთის მხრივ საზოგადოება, რომელიც პოლიტიკური პარტიებისგან დამოუკიდებლად არიან ამ პროტესტში, მეორე მხრივ ორგანიზაციები, რომლებიც თავისთავად არ ემორჩილებიან რეჟიმის მიერ შემოთავაზებულ კანონებს და ასევე პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ასევე ამ უწყვეტ ბრძოლაში არიან და ჩვენი მხრივ არ თანამშრომლობით და არ აღიარებით გამოვხატავთ ამ ბრძოლას. შესაბამისად, მნიშვნელოვანი გონია ის, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ამ უწყვეტ პროტესტში არიან, როგორღაც მოეყაროს თავი ყველა ამ ადამიანს და ერთ ქსელში იყვნენ ეს ადამიანები, ვინც ამ უწყვეტ ბრძოლაში არიან. რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ დარბევების დროს ძალიან ორგანიზებულები ვართ ხოლმე ზოგადად, იმიტომ რომ იქვე ადგილზე ძალიან ორგანიზებულად ვანაწილებთ ხოლმე ჩვენს საქმეებს და ვალდებულებებს. თუმცა ამის იქით ძალიან გვაკლია ეს ორგანიზებულობა საზოგადოებას, რომლებიც ამ პროტესტში ვართ. მათ შორის ძალიან ბევრი ქალაქი თუ სოფელი არის თავისთავად პროტესტში, თუმცა ეს არც ჩანს ხოლმე, იმიტომ რომ ვხედავთ ჩვენ აქციებს და დიდ აქციებს და დიდ მარშებს, თუმცა ვერ ვახდენთ ხოლმე ამის ადამიანებისთვის ჩვენებას, რომ თურმე არა მხოლოდ თბილისსა და ქუთაისსა და ბათუმში, არამედ სხვა ქალაქებსა თუ სოფლებშიც არსებობს ძალიან დიდი პროტესტი. შესაბამისად, ეს პლატფორმაც, ეს ქსელი, ასე უფრო დავარქმევდი ამ საიტს, სადაც შეუძლია რომ ყველა ადამიანს, ვინც ბუნებრივად ამ პროტესტშია ჩართული, რეგისტრაცია გაიაროს და ვიპოვოთ ერთმანეთი, რომ მოვახერხოთ ორგანიზებული წინააღმდეგობრივი ბრძოლა. ახლა რას გულისხმობს ორგანიზებული წინააღმდეგობრივი ბრძოლა? ჩვენ აუცილებლად უნდა გავაფართოვოთ ეს წინააღმდეგობრივი ბრძოლა და პროტესტი იმისთვის, რომ ბრძოლა გახდეს უფრო მასშტაბური. აქამდე რა წარმატებისთვისაც ჩვენ მიგვიღწევია ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე, ეს იყო იმ პროტესტის დამსახურება და იმ ხალხის დამსახურება, რომლებიც უწყვეტად და უღალავად ყოველდღე ქუჩაში იდგნენ და აპროტესტებდნენ. მათ შორის არავინ მსოფლიოს არც ერთი ცივილიზებული ქვეყანა რომ არ აღიარებს ქართული ოცნების რეჟიმს და მხოლოდ ირანი რომ დარჩათ და სამძიმრებზე რომ დარბიან აქეთ იქით ხან ირანში ხან ირანის საელჩოში, ესეც იმის დამსახურებაა, რომ ადამიანები, რომლებიც ქუჩაში დგანან, მათ აჩვენეს მსოფლიოს, რომ ჩვენ არ ვებუებით ამ რეჟიმს. შესაბამისად, უნდა გაჩნდეს ეს კერები მთელს საქართველოში, ქალაქებსა თუ სოფლებში, რეგიონებში, რათა მოვახერხოთ ახალი ადამიანების ჩართვა მათ შორის ამ პროტესტში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა. აი როგორც ჩანს, რაზეც გუშინ პარლამენტის წინაც ისაუბრეთ, პროპაგანდასთან ბრძოლა იქნება ამ ქსელის ერთ-ერთი კი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, მაგრამ როდესაც ეს ადამიანები მიდიან სხვებთან და ასე ვთქვათ ესაუბრებიან, როგორც ცდილობს ადამიანების ტვინის გამორეცხვას ოცნება, მათ უნდა ჰქონდეთ შესაბამისი არგუმენტები, ანუ თავადაც უნდა იყვნენ შეიარაღებულები, ხომ? აი ამ ნაწილში გაქვთ რაიმე ინიციატივები, რაზეც აპირებთ მუშაობას? ჩვენ პოლიტიკური პარტიები ყოველთვის მეც ჩემებურად და ყველა, ვინც არის ამ პროტესტში ჩართული, TikTok-ზე, Facebook-ზე თუ ნებისმიერ პლატფორმაზე ვცდილობთ, რომ ეს პროპაგანდა ძალიან კარგად გავშალოთ ხოლმე და მოუყვეთ ხოლმე ამ პროპაგანდაზე. მაგალითად, ყველაზე ბოლო რაც იყო, რაც მთელ საქართველომდე მივიდა და მართლა სასაცილო გახდა, რომ თითქოს ევროპა აპირებს, რომ ქართველი კაცები გაათხოვოს, ეს პროპაგანდა იმდანად კარგად იყო ახსნილი, რომ ნამდვილად პროპაგანდაა, რომ მთელი საქართველოსთვის დასაცინად იყო და ამიტომ მე შეცვალეს ეს პროპაგანდა და მიუბრუნდნენ ისევ ომის პროპაგანდას, იმიტომ რომ ომის პროპაგანდა ყველაზე მეტად იწვევს ხოლმე შიშს ადამიანებს. და რომელმაც ალბათ ოცნების პერსპექტივიდან საუკეთესოდ იმუშავა, რადგან მიუბრუნდნენ ახლა. კი, იმიტომ რომ ზოგადად ომის პროპაგანდა ისეთია, რომ ადამიანებს როცა უჩნდებათ იმის შიში, რომ მათ შეიძლება დაკარგონ. ბუნებრივი
რეაქციაა. თუმცა ამის მიუხედავად ომის პროპაგანდაზეც ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ, აი მაგალითად დღეს თქვა დუგინმა, რუსმა პროპაგანდისტმა თქვა deep state-ზე გააკეთა განცხადება, რომელიც ერთში ჯდება ხოლმე ქართული ოცნების პროპაგანდაზე. ყოველი ასეთი ახალი მოვლენა როცა ხდება, ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული ოცნების რეჟიმის პროპაგანდა, არა მხოლოდ ქართული ოცნების ორბანის პროპაგანდა, ქართული ოცნების რეჟიმის პროპაგანდა, ფიცოს, ახლა უკვე ბულგარეთშიც ვხედავთ, რომ ნელ-ნელა ავტორიტარული რეჟიმი იწყებს დამყარებას ბულგარეთშიც, იმიტომ რომ ეს არის დიდი რუსული წიგნის ნაწილი. შესაბამისად, ძალიან ბევრი მოვლენა ხდება მსოფლიოში იმისთვის, რომ ჩვენ საკმარისი არგუმენტი გვქონდეს ადამიანებისთვის ასახსნელად, იმისთვის, რატომ არის ქართული ოცნების რეჟიმი რუსულ პროპაგანდაზე დამყარებული და რუსულ წიგნზე დამყარებული. აი, როდესაც საუბრობთ გზავნილებზე მოქალაქეების მიმართ, გზავნილი არის ისიც, რომ არ მიიღონ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა. და თუ ამას არ ეუბნებით, მაშინ აი რას თავაზობთ? რა თქმა უნდა, ერთი მხრივ ჩვენ უნდა ავუხსნათ მოქალაქეებს, რომ ქართული ოცნების რეჟიმი უკვე ერთი წელია ცდილობს, რომ ნებისმიერი ფარსი და ტყუილი მოგვასაღოს და ჩართოს ადამიანები ამ ფარსში და ამ ტყუილში, თუმცა ვხედავთ, რომ ადამიანები არ თანამშრომლობის და არ აღიარების რეჟიმში არიან. ასევე ასახსნელია ისიც, რომ ლოკალური არჩევნები, რომელსაც ისინი უძახიან ადგილობრივ არჩევნებს, ესეც არის სპეცოპერაცია და ესეც არის ფარსი სინამდვილეში და ადამიანებმა უნდა გაიაზრონ ის, რომ ერთი თვითმმართველობის არჩევნებს არანაირი კავშირი არ აქვს თვითმმართველობასთან, იმიტომ რომ ყველაფერი ზემოდან ქვემოთ იმართება და ცენტრალურ სისტემაში ვცხოვრობთ და ეს ცენტრალური სისტემის თავში არის დგას მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი და მეორეს მხრივ უნდა არსებობდეს ალტერნატივა. ეს ალტერნატივა არის ადამიანების წინააღმდეგობრივი ბრძოლა და ეს ალტერნატივა არის მეორე მხარეს დარჩენილი ძალიან ბევრი ადამიანი. ქართული ოცნების რეჟიმი ამასაც ცდილობს, რომ გვაჩვენოს თითქოს ისინი არიან ბევრი და ჩვენ აქეთ მხარეს ვინც ვდგავართ, ჩვენ ვართ ცოტა. სინამდვილეში მოსახლეობის უმრავლესობა და მე არ მინახავს 28 ნოემბრის მერე ერთი ადამიანი მაინც, რომელიც ქართული ოცნების რეჟიმის მხარეს გადავიდა პირიქით 28 ნოემბრის მერე უფრო და უფრო ადამიანები იაზრებენ იმას, რომ ქართული ოცნების რეჟიმი არის რუსული და ნელ-ნელა გადმოდიან აქეთ მხარეს და შესაბამისად აუცილებელია, რომ ეს ალტერნატივა დაინახონ ადამიანებმა. ალტერნატივა არის ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში იმ ადამიანებში, რომლებიც ყოველ დღე აპროტესტებენ რუსულ რეჟიმს და იმ სამოქალაქო საზოგადოებაში, რომელიც ბუნებრივად ჩართულია ამ ბრძოლაში. ეს ხალხი, რომელიც იზიარებს თქვენს მიდგომებს, სად არიან ისინი 4 ოქტომბერს, ანუ სახლში რჩებიან, სადმე იკრიბებით, აი ფიქრობთ აი ამ ნაწილზეც როგორი უნდა იყოს თქვენი სტრატეგია? რამდენიმე ჯგუფმა უკვე დაანონსა 4 ოქტომბერს აქცია რუსთაველზე. ზოგადად არც ჭირდება ხოლმე ამის დაანონსება, იმდენად ბუნებრივად ხდება ხოლმე, თუმცა რა თქმა უნდა, კი ველოდები რომ იქნება ალბათ აქცია რუსთაველზე, თუმცა ამის მიუხედავად ადამიანები როცა გრძნობენ ბრას და როცა ხედავენ რამდენად ფარსში ცხოვრობენ, ყოველთვის ბუნებრივად გამოხატავენ ხოლმე ამ პროტესტს, როგორც ნახეთ ჩვენ 28 ნოემბერს არავის დაუძახებია იმ ადამიანებისთვის იქ, თავისთავად მივიდნენ ის ადამიანები და ჩვენი მხრიდან დემოკრატიული პოლიტიკური პარტიების მიზანი ზუსტად ის უნდა იყოს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ პროტესტში არიან, გაიაზრონ, რომ ამ ფარსში მონაწილეობა დაგვაზიანებს ჩვენ ყველას, იმიტომ რომ ეს შექმნის ბუნდოვანებას საერთაშორისო ფლანგზე, იმის მიუხედავად, რომ არავინ არ აღიარებს ამ რეჟიმს და არავინ უწოდებს ამ რეჟიმს ლეგიტიმურს და უფრო მეტიც ევროპარლამენტი უკვე ღიად საუბრობს იმაზე, რომ ეს რეჟიმი არა მხოლოდ რუსული რეჟიმი, არამედ ავტორიტარული რეჟიმია და ეს სახელიც მიეწერა მათ. შესაბამისად, ამის მიუხედავად მაინც გააჩენს ეს ბუნდოვანებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ქვეყნის გარეთ, რადგან ეს ეგრეთ წოდებული ადგილობრივი არჩევნებიც არის რეჟიმის მხრიდან გადმოგდებული კიდევ ერთი რაღაც ფარსი, რომლის მონაწილეობაც გულისხმობს იმას, რომ ისინი ეცდებიან, რომ სიტუაცია ნორმალიზდეს, ეცდებიან, რომ დემოკრატიული ფასადი შექმნან, რომ მათ როგორღაც მოახერხონ აღადგინონ ურთიერთობები საერთაშორისო თუ ადგილობრივ დონეზე. ძალიან დიდი მადლობა თინათი მიროკვაძე, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, პასუხობდა კომენტარის კითხვებს.